არ მქონდა ეს ვიდეო ნანახი ის რო არის რა ქვია ეს ილო ბეროშვილი ქვია მე მგონი თუ რაღაც არ ვიცი ეს როდინდელი ვიდეოა მაგრამ როდინდელიც არ უნდა იყოს რა თუ შეიძლება გავუშვით ეს ვიდეო აი არ ვიცი გავუშვით რა კარგი ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი თუ გინდა ცოცხლებიდან არ თქვა რომ ვინმეს არ ეწყინოს არა ეგრე არ არის ცხონებული გურამ შარაძე კარგი ასევე რა ქვია სალომე ზურაბიშვილი რომელიც დასავლეთისკენ მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ რაღაცნაირად რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ დარჩეს და სალომე ზურაბიშვილი დღეს თქვენთან ერთად იქნება მან თქვა რომ იქნება ხალხთან ერთად მე ვაცხადებ რომ როგორც კი სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი ღმერთთან უკრას მაგრამ თუ ეს მოხდება რა ესე იგი საქართველოს მართლმადიდებლობა ქართული ქრისტიანობა ქართული არაფერი აღარ იქნება ილა ჭავჭავაძეს არ ვიცნობ თამარ მეფე გარყვნილი იყო და გიორგი რუსი ლოთბაზარას და მამათმავლის ის იყო რა ხასა იყო ხალხო ესენი არიან საქართველოს მშველელები ამიტომ ეწამა მერაბ კოსტავა ამიტომ ეწამა ზვიად გამსახურდია ჩვენს თვალწინ ამიტომ ეწამნენ ილია მე-20 საუკუნეში კათოლიკოს პატრიარქი კირიონი 24 წლის აჯანყება 21 სისხლიანი 37 რეპრესიები 700,000 სამამულო ომში 56 წლის მარტის სისხლიანი ამბები ამისთვის რომ მოსულიყვნენ ესენი უკუღმართად თამარ მეფის უკუღმართად ილია ჭავჭავაძის უკუღმართად ქვეყნის აბუჩადამდებები ასევე სოლიდარობა ყველა პარტიმარს რომელიც არის უკანონო დაჭერილი სოლიდარობა ჩემს ძმაკაცებს რეზო კიკნაძეს ოკმელას ყველას ვინც იქ არის მიყვარხართ ძალიან დიდ პატივსა და მალე ჩვენთან ერთად იქნება არის ტოტალური შეთქმულება საქართველოს მე რა მალაპარაკებს ქალბატონობა რა მაქვს მე 10 წელია პარლამენტში ვარ რა მოვიგე შვილი ჩავდა საფლავში არც ვიცი რა არ ვიცი ელემენტარულად просто მაინტერესებს ერთი კითხვა მაქვს რა რომ რა დაგიშავა გურამ შარაძე რატო არის ყველაზე ცუდი ქართველი შენთვის აი პირადად შენთვის მაინტერესებს რა დაგიშავა ის რომ აი ჯოჯოხიც რო შეეწირა იქა თავის თელის ოჯახი რო დაადო ამაზე სასწორზე მთელი თავისი ოჯახი და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და მთელი თავისი მოღვაწეობა დარწმუნებული ვარ არც დაწმუნებული ვარ არც იცით მაგის მოღვაწეობა წარმოდგენა არ აქვს ვინ არის გურამ შარაძე რა მე არ ვიცი როდინდელი განცხადება მაგრამ როდინდელიც არ უნდა იყოს აი ეგეთი განცხადება როგორ უნდა აკეთოს ელემენტარულურად ქართულმა ახალგაზრდა კაცმა რა ჯერ შეისწავლე ვინ იყო რა გაუკეთებია საქართველოსთვის რა მხელა პიროვნება იყო და მე გააკეთე ხოლმე ეგეთი განცხადებები რა ოკმელა და რა ისა და უკანონო პატიმრები დაიწყეს ძალადობა დაიწყეს ხვის არა ქვია ცეცხლის წაკიდება ქალაქზე დაიწყეს ქვების სროლა დაიწყეს ღობეების მტრევა გრევა ქვების ბულიშნიკების ამოყრა და სროლა და დაანგრიეს მთელი ქალაქი რა უკანონო პატიმრები ყვიბას რა ქვია სახელმწიფო გადატრიალებას ჩალიჩობდნენ უკანონო პატიმრები ხო ოკმელა ხო ვაფშე წარმოდგენა არ აქვს რა არის საერთოდ წონა რა არის რა და ქართული ამბავი აი შინაგანად სისხლში რო არ აქვს ეგ ამბავი რას გიშლის მაინტერესებს ეს გურამ შარაძე რა ან შედაში შეგიშალა თუნდაც იდეოლოგიურად ხელი ამე გითხრა არ გაერთო არ იცინო იუმორი არ გააკეთო ან ის არ გააკეთო რა ვიცი რაში შეგიშალა ხელი ერთადერთი გითხრა რომ აქ თამარ მეფეს არ აგინოო რა და ერთადერთი გითხრა კიდე რომ იმას რა ქვია ერეკლე მეორეს არ აგინოო და იმას არ აგინოო და რაღაცაზე შინაგანად რაღაც ხო რამეში შეგიშალათ ხელი შენ პირადად რამეში შეგიშალა ხელი შენთვის რატო არის ყველაზე ცუდი ქართველი გურამ შარაძე გამაგებინე просто გამეცი პასუხი რა ან იმ ტიპს ხო შეელოდა ესვა რატო არის ყველაზე ცუდი ქართველი გურამ შარაძე არა просто კითხვა დაუსვა პასუხი გაცა და იმან არც არაფერი არ უპასუხა გაატარა რა
გურამ სარაძის ნაირები მოგცა საქართველოში ძალიან ბევრი და ბედნიერები ვიქნებოდით მაშინ საქართველოში რა. ძალიან ზუსტად 100 წელი არის გასული სხვათა შორის მინდა გითხრათ რა. 1907 წელს და 2007 წელს შორის რა. ზუსტად 100 წლის მერე მოკლეს გურამ შარაძე დახვრიტეს თბილისის ქუჩებში. აი ეგ იყო გურამ შარაძე. და შენ არავინ არ დაგხვრიტავს რა. პანჩურსაც არავინ არ დაგარტყავს რა. იტოშო დაგხვრიტავს რა. კარგით, არ ვიცი, აი ამ ვიდეო არ მქონდა ნანახი და ძალიან ისეთი მომიშალა ნერვები რა. ან იცნობდე მაინც, საერთოდ იცი ვინ იყო გიორგი შარაძე? გურამ შარაძის შვილებს იცნობდი საერთოდ? გაიგე რა, თუნდაც გიორგი შარაძის დაკეთები რა. გინდა იმაზე აქვია საქართველოში ემიგრანტების იმასთან დაკავშირებით და გინდა აგერ პირველი ტელევიზია რო ფუძნდებოდა იბერვიზია, მაშინ რა იყო და რა ლომისწვლელი ჰქონდა გურამ შარაძეს და ისა გიორგი შარაძეს და საერთოდ რა ოჯახი იყო ესა. როგორ შევიდა გამოყვიდე და ყველაზე ცუდი ქართველი იყო გურამ შარაძე. რატო? აი მაინტერესებს ეგ შეკითხვა დაგისვა. რატო იყო გურამ შარაძე ყველაზე ცუდი ქართველი რა? პასუხი გააქვს? მოიფიქრე ეგ პასუხი და რო შეგხვდები მიპასუხე რა. თუ სადმე შეგხვდი კიდე და გადამეყარე რა.